მე ჩემი ერთი წუთი მინდა დავუთმო იმ კანონ პროექტს, რომელიც ახლა მუშავდება. სასტიკად წინააღმდეგი ვარ ძაღლებთან ესეთი, ანუ ძაღლებსაც რო ვამბობ რაღაცა უხერხულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი 4 ხა მეგობრები და ისეთ ერთგულებას და ისეთ სიყვარულს, რასაც ისინი ანიჭებენ ადამიანს. მე მგონია რომ ბადალი არ აქვს. მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, რომ ცოტა მეტი ჰუმანურობა გამოიჩინონ ჩვენი 4 ხა მეგობრების მიმართ. და მე ამას წინათ წავიკითხე კანონში ესეთი ფრაზაა, რომ უნდა მოხდეს ამ ძაღლების ამოღება. უბრალოდ არ მესმის, რას ნიშნავს ამოღება. ვინ უნდა ამოიღოს ეს უპატრონო ძაღლები? ან რა ფორმით უნდა მოხდეს ამის ამოღება? ან ვინ გადაწყვეტს, ვინ უნდა დააძინოს, ან რა ფორმით უნდა დააძინოს? მე რა ვიცი, ალბათ გამიმართლა, იმიტომ რომ ჩემ კორპუსში არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ და ჩვენ ვუვლით 6 არაჩვეულებრივ ძაღლს, რომელსაც კვებავს მთელი ჩემი სადარბაზო და მე მინდა პრობლემა სხვანაირად შევხედო. ამ კანონ პროექტის ავტორებს მინდა მოუწოდო, რომ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ უპატრონო ძაღლი ირბენს ქალაქში. პრობლემა მე მგონი ყველაზე დიდი პრობლემა იმაშია, რომ მიხედონ, როცა ძაღლებს აჩხუბებენ რაღაც ძაღლების ორთა ბრძოლა, სადაც ერთი ცხოველის მიერ მეორე ცხოველის დაგლეჯვა ხდება და ადამიანები ამაზე ფულს აკეთებენ. ეს არის ჩემთვის ყოვლად მიუღებელი.